დატვირთული იანვრის შემდეგ, რა თქმა უნდა, თებერვალი შედარებით უფრო წყნარი თვია ხოლმე ტექ სამყაროში, თუმცა რა თქმა უნდა, გვაქვს რაღაც სიახლეები, ახალ-ახალი პროდუქტებიც გამოდის, თუმცა ისეთი დოზით არა როგორც იანვარში გამოვიდა, მაგრამ მოკლედ დღეს ავარჩიე შედარებით ისეთი საინტერესო სიახლეები, რაც ქონდა და მნიშვნელოვანი სიახლეები, ამიტომ სწორედ მათზე მოგიყვებით და მოდი დავიწყოთ ჯერ Nothing-ზე საუბარი, იმიტომ რომ Nothing ფონები ზოგადად ახალი ჯერჯერობით არ გამოსულა, თუმცა ოფიციალურად ვიცით უკვე მათი დიზაინი, იმიტომ რომ თვითონ Nothing-მა დადო ოფიციალურად განახლებული დიზაინის ვიზუალები და მოკლედ როგორც ჩანს 3A და 3A Pro ვერსია იქნება ჯერჯერობით, რასაც წარმოგვიდგენენ და დიზაინების ნაწილში საკმაოდ ისეთი შენარჩუნებული დიზაინებია, მე მგონი, ანუ უკანა პანელი ყოველ შემთხვევაში იგივენაირი გამჭვირვალე დიზაინშია და რა თქმა უნდა ის ეგრეთ წოდებული glyph ინტერფეისი გვაქვს და ასევე სტანდარტული 3A რო ავიღოთ 3A-ის შემთხვევაში უფრო ნაცნობი დიზაინი თუ აქვს და წინა მოდელს ძალიან გავს, ამ შემთხვევაში Pro ვერსიაზე გვაქვს უფრო კაი და ჩემი აზრით უფრო ფუტურისტული და სასიამოვნო თვითონ კამერის მოდული მაგალითისთვის რო ავიღოთ, იმიტომ რომ აი ყველგან განსხვავებულია და სწორედ ეგ მომწონს ზოგადად Nothing ფონების, რომ ყველგან განსხვავებულ პროდუქტს აკეთებენ ისედაც და ამ შემთხვევაშიც აი ეს სრულიად ახალი დიზაინი აქვს რაღაც მომენტში ამ კამერის მოდულის და უფრო საინტერესოდ გამოიყურება მე მგონი. Live-შიც წესით არიგით უფრო კაი იქნება, მაგასაც რა თქმა უნდა რომ ჩავიგდოთ ხელში, აუცილებლად მოგიყვებით როგორი ტიპი იქნება და ზოგადად სიახლე ამ Pro ვერსიაში გვექნება ის, რომ დაგვიმატებენ ახალ პერისკოპულ zoom კამერას, ესე და ზოგადად ორივე smartphone-ზე იძახიან, რომ Snapdragon 7S Gen 3-ებზე იმუშავებენ და ორივეს ექნება ერთნაირი 120 Hz-იანი AMOLED ეკრანებიო. აი ესე, მოკლედ ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ დევს, მაგრამ წესით არიგით მალევე უნდა გვაჩვენონ. ორ შემთხვევაში ვიდეოს როდესაც წერთ, სიახლე მეტი არაფერი არ არის ამ შემთხვევაში. მაგრამ სიახლე მოხდა და როგორც იქნა წარმოგვიდგინეს ბიუჯეტური iPhone-ი, ეგრეთ წოდებული. უფრო სწორად კი ხალხს გონია რომ ბიუჯეტური iPhone-ი წარმოგვიდგინეს, მაგრამ რეალურად ყველაზე იაფიანი Me16 სერიის iPhone-ი წარმოგვიდგინეს, iPhone 16i. რომელიც ცოტა უცნაური smartphone-ი გამოვიდა, იმიტომ რომ არ მესმის ვისთვის გააკეთეს. ანუ, მოდი ესე მოგიყვებით. რეალურად არის სტანდარტული iPhone 14, რომელსაც აქვს დამატებული ეგრეთ წოდებული Apple Intelligence, აქვს ეგრეთ წოდებული action button-ი, ანუ action ღილაკი და ხმის სლაიდერი აღარ აქვს და აქვს მხოლოდ ერთი ცალი კამერა უკანა მხარეს. მორჩა. და ხო, ჯერ კიდე 60 Hz-იანი განახლების სიხშირე აქვს ეკრანზე. აი ესე. ამიტომაც ხალხს ეგონა, რომ ზოგადად ახალი SE გამოვიდოდა და მესამე თაობის SE იქნებაო, რომელიც იქნება ბიუჯეტური iPhone-ი და რეალურად ხო, SE სერია ძალიან კაი იყო ყოველთვის, იმიტომ რომ ხელმისაწვდომი იყო ყოველთვის და წარმადობას გვაძლევდა ფლაგმანის ნაირს. ამ შემთხვევაში კი იგივე წარმადობას გვაძლევს როგორც ფლაგმანის smartphone-ი, იმიტომ რომ 18 ჩიპსეტზე მუშაობს ეს ახალი 16i, მაგრამ ანუ არ ვიცი, უფრო მეტი ღირს რეალურად ვიდრე SE ღირდა და ეს ვისთვის არის საჭირო, არ ვიცი. თან კამერაც რო ავიღოთ, ერთი ცალი კამერა აქვს, რომელიც 48 მეგაპიქსელიანი კი არის, მაგრამ იგივე 16-ის კამერა არ არის და უფრო სხვა სენსორია შეგნით გამოყენებული. აი ესე არ მესმის სიმართლე რო გითხრათ რატორისთვის, მაგრამ ელემენტზეც იძახიან რომ უკეთესი აქვს, მაგრამ იგივენაირი ელემენტი აქვს როგორც 16 Pro-ს. ხო. მოკლედ, ვნახოთ, ჩავეგდებ ხელში, რა თქმა უნდა, მაგასაც ძალიან მალე და მაგასაც განვიხილავთ და ვნახოთ ერთად ვისთვის შექმნეს ეს ახალი iPhone 16i, მაგრამ ჯერჯერობით, ხო, საინტერესო ტიპია რაღაც მომენტში, მაგრამ რაღაც მომენტში გასული წლის ფლაგმანის ყიდვა ჯობია. ხო, რატომაც არა. მოკლედ, კაი, მაგას შევეშვათ და შემდეგი სიახლე გვაქვს Sigma-სგან. Sigma ალბათ ბევრმა იცით, იმით რომ უშვებენ ლინზებს კამერებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოუშვეს ახალი კამერა. უბრალოდ ოფიციალურად ჯერ არ არის, მაგრამ დაგვიანონსეს და აპრილის შუა რიცხვებში ჩაეშვება გაყიდვაშიო და იდეაში ძალიან მინიმალისტური და ძალიან საინტერესო დიზაინი აქვს და აი როგორც Fuji-ის კამერები ესეთი ესთეტიური, ეგეც იგივენაირად ესთეტიური ტიპია. ანუ ერთიანი ეგრეთ წოდებული ბლოკი რო ავიღოთ ალუმინის, აი მაქედან არის ამოჭრილი მთლიანი კამერა, გვაქვს თუ რაღაც 4 ღილაკი, ერთი ცალი სატრიალებელი ღილაკი და პატარა ეკრანი აქვს კიდე, რომელიც არსად არ ტრიალებს და სტატიკურია ესე რო ვთქვათ. ხო და საინტერესო ტიპია ჩემი აზრით, ძალიან ესეთი მინიმალისტური დიზაინი რო აქვს მომწონს და ნახოთ, თან ისედაც და ასედაც full frame სენსორი აქვს, ზოგადად, ეგ კაია და 6K ვიდეოს გადაღება შეუძლია, ასევე ჩიპის ჩაცდები არ აქვს, მაგრამ SSD მეხსიერება აქვს 230 GB-იანი და რავი, ხო, კაი ტიპია ვიზუალურად, ნახოთ როგორი ტიპი იქნება, იმედია ოდესღაც ჩავიგდებ ხელში და ვნახავ რა ტიპია, მაგრამ ჯერჯერობით ის შემიძლია ვთქვა, რომ მე მგონი ლიმიტირებული ვერსიით აპირებენ მაგის გამოშვებას და თან საკმაოდ ცივი კამერა იქნება, განსაკუთრებით ზამთარში. იმიტომ რომ ალუმინია თავიდან ბოლომდე.
ხო. და კამერაზე რახან დავიწყე საუბარი, რა თქმა უნდა, Xiaomi 15 Ultra-ზე უნდა ვილაპარაკო. ესე იგი, ჯერჯერობით ამ ვიდეოს როცა ვწერთ, ისე ოფიციალურად გლობალური ვერსია არ არის გამოსული და ჩინეთში გამოუშვეს 2 დღის წინ და რეალურად რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ფოტოგრაფიაზე ორიენტირებულია და ისევ კამერა ფონია ძირითადად და მერეა უკვე smartphone-ი და საკმაოდ საინტერესო ტიპია, იმიტომ რომ ყოველთვის მომწონდა Ultra სერიები Xiaomi-ს და ამ შემთხვევაში ესეც იგივენაირად მომწონს, ანუ მომწონს ეს უზარმაზარი კამერის მოდული რო აქვს, იმიტომ რომ იცი რომ ერთინჩიანი სენსორი აქვს, იცი რომ ყველაზე ძლიერი კამერის მოდულები რაც არსებობს smartphone-ებში, მაგ smartphone-შია ზოგადად და მთლიანობაში, ანუ აი Leica-სთან ერთად შემუშავებული როა და ფოტოებს როგორცაც იღებს, აი ყოველთვის მომწონდა და დარწმუნებული ვარ ამ 15 Ultra-შიც იგივენაირად მომეწონება. თან სიახლე გვაქვს ახლა ის რომ თუ სამი სტანდარტული სენსორი რომელიც გქონდა იგივე დარჩა, ტელეფოტო ლინზა პერისკოპული ახლა 200 მეგაპიქსელიანია, უფრო დიდი სენსორი აქვს ზოგადად და უფრო კარგად იღებს ღამეც ფოტოებსო. ოღონდ მთლიან ტელეფონზეა საუბარი და იდეაში ღამის ღმერთი ქონდა კოდური სახელი მაგ ტელეფონს შიდა სამზარეულოში, ესე რომ ვთქვათ და რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი როგორც ყოველთვის უკვე ღამის ფოტოგრაფიაზე და ღამის ვიდეოგრაფიაზე გადავიდა smartphone-ებში, იმიტომ რომ დღისით თითქმის ერთნაირ ფოტოებს იღებს ყველა ძალიან პატარა სხვაობით და ყველა თითქმის ძალიან მაგარია, მოდი ესე ვიტყვი პირდაპირ და ღამე რა თქმა უნდა უკვე სხვაობები გვაქვს და ეხლა ძირითადად წარმოებლები სწორედ მაგაზე გადავიდნენ, რომ Samsung-მაც რო გამოუშვა ახალი 25 მანდატს, ღამის რეჟიმი გვაქვს უკეთესი, ღამე უკეთეს ვიდეოს იღებსო, იგივენაირად night რეჟიმი დაემა და უკეთესი პიქსელებში და ასე შემდეგ და მოკლედ კაი ტენდენციაა მომწონს, რომ ღამის ფოტოგრაფიას და ვიდეოგრაფიას უკეთესი გვექნება smartphone-ებში. და ზოგადად ვიზუალურად მომწონს როგორც გამოიყურება ეს 15 Ultra, განსაკუთრებით აი ორ ფერჩი რომელიც არის ეგ მომწონს, ძალიან რაღაცნაირი კამერის ვიზუალი აქვს Leica-s კამერის, რა თქმა უნდა და ძალიან ლამაზია და ერთადერთი რაც ესეთი საინტერესო და ცოტა უცნაური და სამწუხარო ფაქტია ალბათ არის ის რომ ჩინეთის რეგიონზე რაც გამოუშვეს ახლა 6000 მAh-იანი ელემენტი აქვს, მაგრამ გლობალური ვერსია რო გამოვაცდობ რომ ნაკლები წესით 5500-მდე უნდა კონდეს ცოტათი ნაკლები და შეიძლება და 500 მAh ბევრი არ არის და დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ მაინც 6000 mAh ჩვენც არ გვაწყენდა, რატომაც არა. და სხვა შემთხვევაში კიდე ტელეფონი რა თქმა უნდა ძლიერესია თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ უძლიერესი ფლაგმანია და წესთა რიგით მაგასაც ძალიან მალე ხელში ჩავიგდებ და რა თქმა უნდა მაგასაც გავტესტავთ. და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ის და ისე ყოველთვის მომწონდა წინათაობაც და იმის წინათაობაც, მოკლედ. ხო, საინტერესო კამერები ქონდა. მოკლედ, ბევრი სიახლე არ იყო, ისე და ისე, მაგრამ საინტერესო სიახლეები იყო ჩემი აზრით. ეხლა უკვე მარტია და მარტში უკვე უფრო საინტერესო smartphone-ები იქნება. წესით ახალი Samsung-ის A სერია უნდა გამოვიდეს, ასევე ოფიციალურად გლობალური ვერსია უნდა გამოვიდეს Xiaomi-s 15 Ultra-ში, რა თქმა უნდა, Nothing Phone-ები უნდა გამოვიდეს და მოკლედ ვნახოთ მარტში, ისე და ისე აპრილში შევაჯამებთ მარტს და სწორედ მაგ სიახლეებზე მოგვიყევით, რაც ახლა თქვი, სავარაუდოდ. აი ესე. დაწერეთ რომელია თქვენი ფავორიტი სიახლე ამ ვიდეოდან და დაგემშვიდობებით და ჩვენ რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ახლა